We have all the cards, they have none. We have all the cards. We've won everything. We have all the cards. We have every single one. მოკლედ ყველა კარტი მე მიჭირავს. მოგებული ვარო. თავის პოლიტიკას ტრამპი მუდამ პოკერს ადარებს. რაც შემთხვევითი არ არის. ლას-ვეგასის კაზინოებსაც სტუმრობს. და მეტიც, ლას-ვეგასი სულაც თეთრ სახლში უზის. Miriam gave my campaign. მირიამმა ჩემს არჩევნებში 250 მილიონი დოლარი დააბანდა. ტრამპის ორივე საპრეზიდენტო კამპანია ლას-ვეგასის კაზინოების მაგნატმა ცოლ-ქმარმა, შელდონ და მირიამ ადელსონებმა დიადი ისრაელის მხარდასაჭირად დააფინანსეს. It is time to officially დროა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ვაღიაროთ. as the capital of Israel. The atomic weapon goes over. ერთი ატომური ბომბი უნდა ჩამოვაგდოთ სადმე ირანთან ახლოს, უდაბნოში. როგორც გაფრთხილება, რომ თუ არ გაჩერდება, მიწის პირიდან წაიშლება. საქმე აქამდე არ მისულა. შელდონი გარდაიცვალა. თუმცა მის საქმეს, ისევე როგორც ტრამპის დაფინანსებას, მირიამი განაგრძობს. ფიქრობ, კიდევ 4 წლით რომ იყო პრეზიდენტი, კარგი იქნება. იფიქრე ამაზე. She said think about it. იფიქრეოდა ყურში მითხრა 250 მილიონს კიდევ მოგცემ. მოგცემ, კი. რატომაც არა, სოფლიო რუკაზე პოკერის სათამაშოდ არც ისე დიდი ფსონია. They were going to knock out Israel with their nuclear weapons. ირანი ისრაელისთვის ატომური ბომბის სროლას გეგმავდა და იძულებულნი გავხდით ეს შესაძლებლობა აგვეფეთქებინა. They started თუმცა არარსებულ ატომურ ბომბს ირანი ვერ ისროდა და ეროვნული უშიშროების დირექტორმა ეს ომამდეც მკაფიოდ თქვა. Iran continues to seek expansion of ჩვენი დაზვერვა დაბეჯითებით აცხადებს, რომ ირანს არ აქვს და არც ცდილობს იქონიოს ბირთვული იარაღი, მეტიც, არც მთავარსარდალ ჰომეინის გაუწია ატომური ბომბის შექმნის მითითება. გაბარდი ამის შემდეგ გადააყენეს. მისი მოადგილე ჯო კენტი კი ომის დაწყებისთანავე თავად გადადგა. He was in charge of when we decided. ვერ გავიგე, ვინ იღებს ომის დაწყებაზე გადაწყვეტილებას, ვინ მართავს ამერიკას. ჩემი დაკვირვებით ეს ისრაელის ლობია და ტრამპი მას წინააღმდეგობას ვერ უწევს. ამის შესახებ პრეზიდენტსაც მივწერე და გადადგომა ვითხოვე. ტრამპს იმედი ჰქონდა, რომ ირანს 3 დღეში გაუსწორდებოდა, თუმცა 4 თვის შემდეგაც ეს ვერ მოახერხა. ირანმა კი ჰორმოზის სრუტისა და ნავთობის ტრანზიტის ჩაკეტვით სოფლიო ეკონომიკა კატასტროფის წინაშე დააყენა. ტრამპი ჩიხში მოექცა. სრუტე ომის დაწყებამდე ღია იყო. Before the war began. ახლა კი მაქსიმალურად ვცდილობთ გადავჭრათ პრობლემა, რომელიც ჩვენ თავად შევქმნით. Created ეს სრული სიგიჟეა. insanity. as hard as the United States. ტრამპი მახეში გაება. ხედავს, რომ ირანს ვერ ამარცხებს და უკან დახევაც არ შეუძლია. რადგან შუალედური არჩევნების წინ ომის წაგება პოლიტიკური კრახია. გამოსავალი ირანთან შეთანხმება და იმის მტკიცებაა, რომ ომმა დადებითი შედეგი მოიტანა. თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე შეთანხმებამდე მიდის, ისრაელი იწყებს დაბომბვას. ირანში ფიასკომ ტრამპის პოზიციები ვაშინგტონში მკვეთრად შეარყია. ბევრი მხარდამჭერი განუდგა და ომის პარტიამაც იგრძნო, რომ ჩრდილიდან გამოსვლის დროა. Netanyahu and his then government. ნეთანიაჰუ მეც მუდმივად მიბიძგებდა ირანთან ომისკენ. ერთხელაც მირეკავს და მეუბნება, ჩვენი თვითმფრინავები თეირანის დასაბომბად მიფრინავენო. მე ვუთხარი, აბა თქვენ იცით მეთქი. სინამდვილეში ვიცოდი, რომ არ სადაც არ მიფრინავდნენ. You were being played. გაცურებას ცდილობდნენ. All the time. I mean, კი, და თან მუდმივად, მაგრამ ჩვენმა ადმინისტრაციამ ეს მოიგერია. as long as I've dealt with him. ათასობით Deep State მოხელე სახელმწიფო სტრუქტურებიდან ტრამპმა კი გააპანყურა, თუმცა პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანა და მათ თავი წამოხვეს. We spent a lot of time working this with ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციაშიც გვყავს მოკავშირეები და დემოკრატებშიც. ასე რომ შეტევაზე გადასვლის დროა. ისეთი შედეგი უნდა დავდოთ, რაც ნედს საქმეში დააბრუნებს. ნედი, ანუ ეროვნული დემოკრატიის ფონდი USAID-თან ერთად ასობით მილიარდით ფინანსდებოდა. რევოლუციების ორგანიზება, NGO-ების მართვა, მედია ცენზურა, პროპაგანდა თუ მარიონეტი მთავრობების სათავეში მოყვანა მის ამოცანებში შედიოდა, ისევე როგორც ტრანსგენდერიზმის გავრცელება. $60 million for indigenous. 10 მილიონი დოლარი ლესოტოში ტრანსგენდერი თაგვების გამოსაყვანად. დიახ, ეს ნამდვილი ამბავია.
კიდევ 32 მილიონი საარჩევნო პროპაგანდაზე მოლდოვაში. 10 მილიონი მოზამბიკში კაცების წინ დასაცვეთად. გაფლანგული მილიარდები, რომელიც ილონ მასკმა გამოავლინა. Deep State-ის სალარო ტრამპმა თეთრ სახლში შესვლის პირველივე დღეებში ამხილა. თუმცა შემდეგ სხვა საკითხებზე გადაერთო და ნედიც სხვა ფონდებთან ერთად საიქიოდან მობრუნდა. ნედმა ძველი შეცდომები გამოასწორა და ამერიკის უსაფრთხოების მიზნით კონგრესი დღეს მასთან ისევ მჭიდროდ თანამშრომლობს. Thank you for being here. მადლობა ბატონო უილსონ, კარგი საქმეებისთვის. ჩვენ ვამბობთ ნედს და ვგულისხმობთ მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას, რაზეც ცხადია დაფინანსება გექნებათ. აი ასე მარტივად. ორგანიზაცია, რომელიც ტრამპმა 1 წლის წინათ მსოფლიოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ამხილა, დღეს ისევ იმავეს აკეთებს და მასშტაბსაც სწრაფად იკრებს. That rejects the cuts to the net. უარს ვამბობთ ნედისთვის დაფინანსების შეკვეცაზე, რითაც თეთრ სახლს მკაფიო სიგნალს ვუგზავნით. მახსენდება გასული წლები, რა კონსპირაციებს ვხლართავდით ერთად მსოფლიოში, სამართლიანი არჩევნების მხარდასაჭერად. აშკარაა, რომ ტრამპს მართვის სადავეები ხელიდან დაუსხლდა და Deep State-იც ვაშინგტონში ბრუნდება. We thank Congress for its bipartisan. მიხარია, რომ დემოკრატიას ამერიკის უსაფრთხოების იარაღად ისევ ვაბრუნებთ. სწრაფი მოქმედებაა საჭირო და ამას ნამდვილად მოაქვს წარმატება, რისი მაგალითიც მოლდოვა და სომხეთია. და ეს ვაშინგტონში Deep State-ის შემოbrunების მხოლოდ ერთი ნიშანია. სხვა ნიშნები გაცილებით ხმამაღალი და ფერადია. ჩვენ პრაიდის თვესა და მსოფლიოში ყველაზე გეი ქალაქს ვზეიმობთ. ეს ვაშინგტონის მერი მიურიელ ბაუზერია და ის აშკარად Deep State-ის გუნდშია. ტრამპი ლესოტოში ტრანსგენდერ თაგვებზე წუხდა. მან კი ტრანსგენდერები მერიაში შეხარა და ტრამპის შეცვლა დააანონსა. ჩემი ყველას კარგად გესმით? ჩემი ხმა გესმით? ეს კი ნიუ-იორკის მერის მამდანის გეი აღლუმია და ისიც ტრამპს დაუმორჩილებლობას უცხადებს. Celebration as mayor! ტრანსგენდერებთან ერთად ასპარეზზე Deep State-ის კიდევ ერთი მებუკე, ჯო უილსონიც გამოჩნდა, თავისი ანტიქართული რიტორიკით და გაცილებით მაღალ რეგისტრში ვიდრე ოდესმე. Illegitimate Georgian dream. არალეგიტიმური ქართული ოცნება მხარს უჭერს ირანის ტერორისტულ რეჟიმს. ჰომეინის სიკვდილთან დაკავშირებით მათ სამძიმრის წიგნს ხელი მოაწერეს. ამით ხომ აშკარაა საქართველოს მთავრობის ირანული ორიენტაცია. ერთი რაც აშკარაა, ეს Deep State-ისა და მისი მოხელეების შურისძიების წყურვილი და ბოღმა. თორემ მასობრივი ამნეზია უნდა ჰქონდეთ, რომ კონგრესში 1 წლის წინანდელი ეს მოსმენა არ ახსოვდეთ. Mourning the death of the Iranian. სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ გლოვობს ირანის პრეზიდენტის გარდაცვალებას. როგორც ხვდები სახელმწიფო მდივანო, თქვენც გლოვობთ? Adversaries, enemies or not. ირანს ჩვენ თანაგრძნობა გამოუხატეთ, რაც დიპლომატიის წესია და ყოველთვის ვაკეთებთ. როდესაც ქვეყნები, მათ შორის ჩვენ და მიმტრული ქვეყნები კარგავენ ლიდერებს. არანაირი კავშირი ამ თანაგრძნობას ირანის პოლიტიკასთან არ აქვს. ანუ უილსონისა და მისი ამსონების ლოგიკით, ბაიდენის ადმინისტრაციაც ირანული პლატფორმა ყოფილა. სხვა ქვეყნის მთავრობებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამ დაკრძალვასაც და ინაუგურაციასაც ესწრებოდა რეგიონის უკლებრივ ყველა ქვეყნის ლიდერი. იქ იყო ინაუგურაციაზე მაგალითად აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ბატონი ნიკოლ პაშინიანი, იქ იყო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იქ იყვნენ ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები, რომელიმეზე თქვენ გსმენიათ, რომ ესენი პროირანულები არიან? თუ Deep State-ს დასჭირდა გახდებიან პროირანულები. პირველ რიგში პაშინიანი. თუ მორჩილებაზე უარს იტყვის, რასაც არჩევნების შემდეგ მისგან აშკარადელიან. და აშკარაა ისიც, რომ ცნობები Deep State-ის გარდაცვალებაზე გადაჭარბებული აღმოჩნდა. That's never been done by any country at any time. ჯერ კიდევ 1 წლის წინ ლიბერალმა მემარცხენე დემოკრატებმა ამერიკას სიკვდილის პირას მიიყვანეს, მაგრამ ჩვენ შევძელით შემოbrunება. სამწუხაროდ მათ გზას ბრიუსელი აგრძელებს და ამის შედეგია, რომ ცალკეულ ადგილებს ევროპაში უკვე ვერც იცნობ. გადაგვარებულია, რაღაც არგუმენტებს ასახელებენ, მაგრამ ამას ვერაფერი ამართლებს. ევროპა არასწორ გზას ადგას. და ტრამპზე უკეთეს ქართულმა ოცნებამ იცის. იმდენი გადატრიალების მცდელობა და შანტაჟი მოიგერია ბოლო წლებში ბრიუსელისგან. ჩვენ თავის დროზე
რეალურად ჩავგდეთ ყველანაირი გზა შანტაჟისთვის. დარჩა ერთადერთი თეორიული ინსტრუმენტი, ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია და კონკრეტული ძალების ცდილობენ რაღაცნაირად ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ შანტაჟისთვის ქართული ხალხის წინააღმდეგ. და ესეც უკვე ჩვეული რუტინაა. ცუდი ამჯერად ისაა, რომ როგორც ჩანს ბრიუსელის შეხიდებას ამერიკული Deep State-იც ცდილობს. ჩვენ იარაღზიან დიპლომატიაზე უფრო ეფექტურები ვართ, რადგან რეჟიმს მისივე ხალხის ხელით ვამარცხებთ. ჩვენ უპოულობთ და ვაძლიერებთ სათანადო ხალხს, რომ საკუთარი ტირანი დაამხონ. სამუშაო დეტალებს არ გავამხელთ, რადგან მერე დაიწყება ეს კომუნისტური მეთოდებია, სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევაა და ასე შემდეგ. და არ მინდა ამ სისულელეზე გამათი. სამშობლოს გამყიდველების მოძებნა საქართველოში რთული არ არის. გასულ 10 წლეულებში Deep State-მა მათი მთელი არმია აღზარდა, გაწვრთნა და დააპურა. რა როლს ასრულებენ? უცხოეთთან თანამშრომლობენ იმაში, რომ შეიცვალოს ხელისუფლება. ეს როლი აქვს. ჩემი აზრით, საქართველოს სამწუხაროდ არ აყავს ოპოზიცია, საქართველოში არსებობს გარედან მართული, ჩანერგილი მეხუთე კოლონა, რომელიც, რა თქმა უნდა, თავიანთი პატრონების ინტერესებს ატარებს. ისინი თვალისწინებენ მხოლოდ და მხოლოდ იმ დირექტივებს, რომელიც მათი პატრონებისგან მოდის, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები თუ ეს იქნება ევროპა. რევოლუციების მოსაწყობად, გადატრიალების მოსაწყობად და ესეთი ადამიანების გასაზრდელად, რომელიც ყურმოჭრილი, ძალიან კარგი ქართული სიტყვა, ყურმოჭრილი მონა იქნებოდა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიუსელის. და ისე ჩანს, რომ Deep State ახლა ისევ იხმობს რენეგატების ამ არმიას. ჩვენებს გვერდში დგომა სჭირდებათ. სახიფათო საქმეში არიან და შეიძლება ციხეშიც აღმოჩნდნენ. მათ შორის საქართველოში, რომელიც მათთვის ადრე უსაფრთხო გვეგონა. ამ ყველაფერს კი ფული სჭირდება. ფულიო, სანუკარს სიტყვას ყური მოჰკრა მეხუთე კოლონამ და ერთიანად წამოიშალა. აქ ვართ, დაგთვალეთ, დაგვაფინანსეთ და რაც გინდათ დაგვავალეთ. ყველაფრის უსიტყვოდ შესრულების რესურსი მხოლოდ ჩვენ გვაქვს. რესურსი ამ რეჟიმს ივანიშვილს არ გააჩნია, იმიტომ რომ თვითონ დგას იმ ნიადაგზე, რომელიც ბუნებრივად ეწინააღმდეგება ჩვენი ინტერესებს და ამ შემთხვევაში ამერიკის და დასავლეთის ინტერესებს ჩვენ რეგიონში. და რა არის დასავლეთის ინტერესები ამ რეგიონში? შუადერეფნის ერთპიროვნული მართვა მარიონეტი მთავრობის პირობებში. მზად ვართ ოღონდ ფულს გარდა სანქციებიც იქნება საჭირო, რომ ხალხის არჩეული ხელისუფლება იქნებ როგორმე დაემხოსო უთლიან ნაცკლასტერიდან. კანონპროექტიც, რომელიც გუშინ იქნა მიღებული მავნე გავლენების საწინააღმდეგოდ ამერიკის კონგრესში ჩინეთი, ირანი, რუსეთი, ესე სწორედ არის დაცვა ჩვენი ქვეყნის და მისი უსაფრთხოების და ამას უნდა კონდეს ადეკვატური აღქმა. ანუ თუ საქართველოს რუსულ გაზს იღებს, ჩინურ ტვირთებს ატარებს და ამით მოგებას ნახულობს, ეს მავნე გავლენაა და მთავრობა დასაჯეთო, ითხოვს ნაცკლასტერი. სხვა შემთხვევაში ამ ქვეყანაში ვერ შემოვლენ ამერიკული კომპანიები და არ ჩადებენ აქ ფულს და არ დაიწყებენ ფუნქციონირებას, თუ ისინი მათი საკუთრება, მათი ინტერესები ამ ქვეყანაში არ იქნება დაცული. ეს უთხრეს უკვე 7-ჯერ ვაშინგტონიდან, ეს უთხრეს ყველა შემთხვევაში, ყველა ჯერზე, როდესაც საქართველოს ჩამოვიდა ვაშინგტონიდან დელეგაცია, ეს ნიშნავს სინამდვილეში ივანიშვილმა დაუსა სერიოზული ფუნდამენტური შეცდომა. ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა შეცდომა ყოფილა. საქართველოს ფუნქცია კი მეგა სახელმწიფოების მორჩილება. ჩვენ ვნახეთ, როგორ საუბრობდნენ გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილ ინტერესზე ჩვენს რეგიონში და როგორც ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, თითქოს საქართველოს ამოცანა უნდა იყოს არა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების მომსახურება. სწორედ ამ მომსახურების შესათავაზებლად გაიყვანეს 26 მაისს ნაცკლასტერი ქუჩაში. დაგვინახონ და დაგთვალონ პატრონებმა. იქნებ გადატრიალების შანსი კიდევ მოგცენო. ყველა უნდა გნახოს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ეს მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია რაოდენობა ძალიან. ვის უნდა დაენახა, ისიც დააკონკრეტეს. მარკო რუბიოს, თორემ ბრიუსელიდან ისედაც აქვთ შეკვეთები. მინდა მივესალმო ლავ თბილისიდან ერევანში მარკო რუბიოს და მივესალმო თქვენთან ერთად ჩვენი ტელეფონების ანთებით თუ არ დაგეზარებათ იქნებ ეს გავაკეთოთ შემდეგ გერზე თბილისში. ფანარსაც აუნთებს და სანთელსაც დაუნთებს. ოღონდ კი ქართველ ხალხს ისევ თავზე დაასვან და ისევ გენპროკურორად, თორემ რუბიო და ტრამპი რომ ეზიზღება ხშირად უთქვამს. უბრალოდ დღეს აღარ ახსენდება. არსებობს ყალბი ამერიკაც.
ეს დონალდ ტრამპია. სოფლიო მასხარას ეძახდნენ წლების განმავლობაში, მაგრამ ეს კლოუნი ბოროტი კლოუნი აღმოჩნდა. საქართველოს პრაქტიკულად რუსეთისთვის გადამცემი პრეზიდენტი უკვე შეიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბაიდენია პრეზიდენტი. ბაიდენი რომ არ მოbrunდება ფაქტია და ჩანს Deep State-მა დაუმესიჯა ბრუნდები და დამენახე რუსთაველზე რა ბიჭი ხარო. აქციაზე თავები დრონებით დათვალეს. 5000-მდე აღმოჩნდა. თუმცა ყველას ერთად ერთმა კმარელმა კანდელაკმა აჯობა, რომელმაც თავს გარდა Deep State-ს სულიც მიჰყიდა. It's just about Russia. ბევრი მხოლოდ რუსულ გავლენებზე საუბრობს, თუმცა პრობლემას ირანული განზომილებაც აქვს. ირანულ დაზვერვასთან შეკრულ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს საქართველოში 3 კამპუსი და 100 მილიონი დოლარის დაფინანსება აქვს, რაც სტუდენტების რეკრუტირებას ხმარდება. მათ ანგარიშზეა ისრაელის საელჩო საფეთქება და ელჩის მკვლელობის მცდელობა. ანუ ირანი ამერიკის წინააღმდეგ ტერორისტებს წვრთნის საქართველოში და ამდენად ლეგიტიმური სამიზნეა, რომ მასაც ირანივით ცეცხლი გაუხსნათო. ასევე ბატონი კანდელაკი ამ ჰაცონებთან ერთად საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს საქართველოში მოქმედებს ირანული უნივერსიტეტი, რომელსაც ავტორიზაციაც კი არ აქვს მინიჭებული, არ არსებობს ასეთი უნივერსიტეტი. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტენდენცია, რომ საქართველო წარმოაჩინონ როგორც რუსეთისა და ირანის მოკავშირე თუ დასაყრდენი სახელმწიფო რეგიონში, რაც ყოველგვარ რეალობას არის აცდენილი. და ამ რეალობის ამ გაყალბებაში Deep State არმია სრულად არის ჩაბმული. მეხუთე კოლონაც, სოროსისა და ევროპის ფონდებიც, ამერიკელი და ევროპელი ბიუროკრატებიც. The Russian geopolitical driver behind it. ქართული ოცნება ხალხს სრულად აკონტროლებს, თავად მას კი აკონტროლებს რუსეთი, თუმცა ჩვენ სამოქალაქო სექტორს შეგვიძლია ხელისუფლების დამარცხება. უბრალოდ მეტი დახმარება გვჭირდება გარედან. Actually it makes me happy that I და ესეც სოროსის ფონდი. ამბობს, რომ ნაცმოძრაობის დროს დემოკრატია ყვაოდა და ამიტომ რევოლუციაა საჭირო, რომ დავაბრუნოთ. Hello everybody. After დამოუკიდებლობის 30 წლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ რუსული ავტორიტარიზმი, მთავრობა, რომელიც რუსულ მეთოდებს იყენებს, მაგრამ ხალხი ქუჩაშია, უნდა დაეხმაროთ ხალხს და დასაჯოთ მთავრობა. სანქციები ცოტა, უფრო მეტია საჭირო. მაინც რა არის კიდევ საჭირო? ალბათ სამხედრო დესანტის გადმოსმა. თუ საჰაერო იერიშები, ორივე ვარიანტს ოვაციებით შეხვდებიან. ვენესუელაში კი არჩევნების გზით ვერ შეცვალეს ხელისუფლება, სამაგერო დაგერ ამერიკამ ჩაატარა სპეცოპერაცია. ანუ არჩევნების გარეშე რა იმეცილება ხელისუფლების, მათთვის არის მისაღები, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების ისინი ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან. იმავე პათოსით გამოდის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ცნობილი კომპრადორიც. ფრანს ტივის ეთერიდან ის საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსსაც საეჭვოს ხდის. ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ირანის სულიერი ლიდერის პლაკატებით და სლოგანებით სიკვდილი ამერიკას დემონსტრაციები ეწყობა. საქართველოს ხელისუფლება კი მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რაც რუსეთს მოეწონება. კომპრადორებს აშკარად სიცრუის ახალი საერთო კამპანია აქვთ, რომ საქართველო ამერიკის წინააღმდეგ ტერორიზმს მფარველობს და ოკუპანტ რუსეთთანაც ალიანსშია. ნაცმედიას ახლა მხოლოდ ის აინტერესებს, როგორია ამაზე პასუხი ამერიკიდან. სავარაუდოდ ყველას ერთად ახალი დაფინანსების იმედი აქვთ. ირანი იყო ნახსენები. არა, ირანიც არ იყო ნახსენები. ჩემთან შეხვედრაზე ერთ რამეს გეტყვით, არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა ნახსენები. ეს ხალხი არიან სხვა ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი აგენტები, რომლებიც თავიანთი პრივილეგიებისა და გარკვეული თანხების სანაცვლოდ კადრულობენ იმას, რაც დღეს ხდება ქვეყანაში მათი მხრიდან. რუსეთი იყენებს კრიპტოვალუტას, ასევე ხელოვნურ ინტელექტს ქართული ოცნების დასამორჩილებლად. ამის მაჩვენებელია ის, რომ რუსეთის სანქცირებული ჩრდილოვანი ფლოტი ქართულ პორტებში აკეთებს შესვენებას, მაგრამ საბედნიეროდ ამერიკა და ევროპა სომხეთში შევიდნენ და ეს ძალიან კარგია. გლები არიან ცხრის კურთხებში, რომლებიც ცდილობდნენ ცხრის კურთხებში დახვევას. ერთი ასეთი ცხრის ქურქი კი ვილსონის მეგობარი აქტია, რომელიც მეგობრობის სახელით საქართველოს დამხობას ითვალისწინებს და ნაცკლასტერიც, რა თქმა უნდა, ტაშს უკრავს. მეგობარი აქტი, დოკუმენტი, რომელიც სავარაუდოდ და დიდი ალბათობით საბოლოო კენჭისყრისთვის უკვე ხვალწარედგინება ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას, დიდი მოლოდინები არსებობს აი ამ კუთხით. ქართული ოცნება ერთადერთ სტრატეგიულ ამოცანად ჩინეთთან და ირანთან ურთიერთობას და რუსეთთან ურთიერთობას უყურებს. ამ აქტის პირველი ნაწილი არის მნიშვნელოვანი, რომელიც საუბრობს ასეთ შემთხვევაში სანქციებზე.
ანუ იმ ფონზე, რომ ტრამპი პუტინს ალასკაზე მასპინძლობს და ტრამპთან ეგებება, პეკინში სი ძინპინს სტუმრობს და ძმასავით ეხება, საქართველოს იმის უფლებაც არ აქვს, რომ რუსული გაზი იყიდოს ან ჩინური ტვირთი გაატაროს. ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს როგორც პრეზიდენტ სი ძინპინთან, ასევე პრეზიდენტ პუტინთან, რომლებიც მსოფლიოს უმსხვილეს ძალებს წარმოადგენენ. საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად ცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ასე დროს, როდესაც ჯო ვილსონი, რომელიც წარმოადგენს მმართველ პარტიას, თავს ესხმის საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების გამო არის აბსოლუტურად ალოგიკური და ამ ალოგიკურობას აქვს ერთ-ერთი მიზეზი, ის იღებს დაკვეთებს, დავალებებს. უკვე დაუფარავად მიანიშნებენ, რომ თითქოს საქართველოს არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა სახელმწიფოების გეგმებს მოერგოს თუნდაც საქართველოს და ქართული ხალხის ნების საწინააღმდეგო. ორცხენზე ბრძომა კიდევ უფრო წარმოსადგენია, ვიდრე ის, რომ თან ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავდეს კიდევ უფრო ზედა დონეზე და თან ამბობდნენ, რომ ამერიკასთან გინდა გადატვირთვა. ეს აბსოლუტურად შეუთავსებელი ერთმანეთთან. ასე პოზიციონირებს საკუთარ ამომრჩეველთან ბატონი კობახიძე და შესაბამისად ივანიშვილი, რომ მათ აქვთ სხვა გზაც. და იპოვეს რაღაცა სხვა გამოსავალით და თუ ამერიკელებს ან ევროპელებს ჩვენ არ უნდივართ, აგერ არსებობს მესამე გზა და ალტერნატივა. ეხლა ეს ალტერნატივა სინამდვილეში არ არსებობს. როცა ამერიკის ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი ცდილობს მეგობრობა გააღრმავოს ჩინეთთან, რატომღაც იგივე უფლება ეკრძალება ჩვენს ქვეყანას მთელი ხმაური სწორედ ამის გამოა და თურმე ამერიკამ უნდა ყველანაირი ზომები მიიღოს იმისათვის, რომ ჩინეთთან ურთიერთობა იყოს დარეგულირებული, კონდეს მისი ინტერესები იყოს, ამერიკის ინტერესები იყოს ჩინეთში ლობირებული და ჩვენ არ გქონია ამისი უფლება. და ეს თურმე ჩვენზე ზრუნვით კეთდება, რადგან ჩინეთს საქართველოზე მავნე გავლენა ჰქონია. ჯო ვილსონის განმარტებით არის საფრთხე, რომ ჩინეთთან ურთიერთობით საქართველო კომუნიზმში დაბრუნდება. ამიტომ მორიგი მეგობრული კანონი დაწერა საქართველოში მავნე გავლენების აღკვეთის შესახებ. გიორგაძის მამა იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე. აღარც მამა ჩანს და აღარც მისი პარტია საქართველოს და ჩინეთის კომუნისტური პარტია მართავს თურმე საქართველოს. ნუ ენას ძვალი არა აქვს და ვილსონის ენას მით უფრო. ას მოძრაობას და ჯო ვილსონს ხავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან, ისინი იღებენ ერთ და იგივე ხალხისგან დავალებებს და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სინქრონიზებულია მათი განცხადებები ერთმანეთთან. ნუ ეს არის საბოლოო ჯამში ის გავლენა, რასაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ რომის პარტიას, ამერიკაში უწოდებენ Deep States. მათ რომ ჰკითხო ჩინეთის გავლენა მავნე ყოფილა. ხოლო ბრიუსელის, რომელმაც 4 წელიწადში გადატრიალების 5 მცდელობა დააფინანსა, სასარგებლო. ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ საუბედუროდ წინა 70-იან წლებში, როდესაც ეს ყველაფერი იყო სხვა ქვეყნის ჩრდილოეთის ვასალი. ეხლა ვიღაცებს არ ვიცი ეს მდგომარეობა რატომ მოეწონათ, რომ უნდათ რომ ეს ქვეყანა გახადონ უკვე ვასალი, უკვე სხვა მიმართულების, ნუ ამ შემთხვევაში ბრიუსელს გულისხმობ. მავნე გავლენების შემცირება საქართველოში არის ამერიკის ინტერესი და იმ პირობებში, როცა თქვენ ჩინეთთან ურთიერთობას უფრო მეტად აღრმავებთ, შეიძლება თუ არა ეს იყოს ბარიერი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ურთიერთობების გასაყიდად. ნახეთ 14 წელია მაგით ვარ დაკავებული, რომ დაუდგეთ გარეძალების მავნე გავლენას საქართველოში. 14 წელია მაგით ვარ დაკავებული და ძლივს მოვახერხეთ ამდენ წლის შემდეგ ბოლომდე განვამტკიცეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. მეგობარი აქტის ავტორს კი სწორედ ის 14 წლის წინანდელი ვითარება ენატრება. Deep State-ის ერთ დაძახებაზე ნაცმოძრაობა რუსეთთან ომში რომ ებმებოდა. ჩვენ გვინდა აღდგეს ის თბილი ურთიერთობა, რაც ამერიკას ადრე ჰქონდა საქართველოსთან. დღეს კი რუსეთი მას ირანისთვის საბრძოლო მასალების მისაწოდებლად იყენებს. ხოლო სატელევიზიო ანძას ირანის დროშისფრად ანათებენ. რა გულისამრევია ეს? გულისრევას ვინ დაეძებს თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და რჩეულ კომპრადორს ანძის დანახვაზე გულყრად ამართნია და ახლად შოქშია. ეს რა თქმა უნდა შემზარავი იყო ჩემი საძინებელი და სხვათა შორის ანუ რომ წევარ მაშინაც კი ვხედავ ანძას ისეთი ხედი მაქვს და ძალიან შოკის მომგვრელი იყო. მას შემდეგ მწვანე და წითელ ფერებზე გონება ებინდება.
განსაკუთრებით წითელზე, იმიტომ რომ მისი ვიწრო პროფილი ჩინეთის დაბლოკვა, რაშიც ფულს ტაივანი ოხდის და ამას არც მალავს. ჩვენ ყოველდღე ტაივანის აგენტები ვართ სინამდვილეში და ამიტომ დამნიშნულება აქვს რას ვამბობთ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რისი დასტურიც Edison Research-ის კვლევაა, რომლის თანახმად ქართველების 60% ჩინეთთან ურთიერთობას დადებით შეფასებას აძლევს. ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 60% და უარყოფითად მხოლოდ 40%. რაზე მიუთითებს ეს ციფრები? ხო, აქ მე ამ კვლევის შედეგებს სიმართლე რომ გითხრათ მეორე მხრიდან შევხედე, იმიტომ რომ ჩემთვის ეს 40% იყო მოულოდნელი, 60% არ ყოფილა მოულოდნელი. რატომ შეხედა ამ კუთხით? იმიტომ რომ პატრონებს უთხრას 40%-იანი ნეგატივი ჩემი პროპაგანდის შედეგია და მეც მეტი ფული სჭირდება. გარედან დაფინანსებული, დასავლეთიდან დაფინანსებული, მსუყეთ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების როლი იყო იგივე, რაც დღევანდელი აგენტურის, ანუ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის როლი. ანუ ეს ორი გუნდი იყო, რომელიც ერთი და იგივე საქმეს ემსახურებოდა. ეს იყო საქართველოს ინტერესების დაზიანება. გამოჩნდა დიდი ქვეყანა, რომელთან შედარებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი პატარა ქალაქია ჩვენი ზომის და ამხელა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ ის იყოს მეგობრული თანაზომიერ ურთიერთობაში ესეთ პატარა ქვეყანასთან ძალიან შეაშფოთა ევროპაც და ვამჩნევთ ამერიკაში იგივე. რა აშფოთებთ ყველაზე მეტად? ის რომ ჩინეთი მათგან განსხვავებით თანამშრომლობის სანაცვლოდ ვასალობას არ ითხოვს. ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია. 2025 წელს ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. და ეს არა მხოლოდ ტრანზიტული ტვირთები იყო. საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი ერთ წელიწადში 3-ჯერ არის გაზრდილი. პარტნიორობა მხოლოდ ამას ნიშნავს, რომ თანასწორუფლებიანი ხარ და როგორც იმ ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებ და ემსახურები იმ ქვეყნის ინტერესების შესრულებას, ისე ის უნდა ემსახურებოდეს შენი ინტერესების შესრულებას. დასავლეთისგან განსხვავებით აღმოსავლეთში ეს მიღებული პრაქტიკაა, რაც შუა აზიის მაგალითზეც გამოჩნდა. ისტორიაში პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი ყირგიზეთში შედგა, სადაც არაერთი ხელშეკრულება გაფორმდა და საქართველოსთვის ეს ბაზარიც გაიხსნა. ყირგიზეთისთვის ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი საქართველოსთან ეკონომიკური სამეჯრო თანამშრომლობა, დაკავშირებადობით კუთხით კავშირების გაძლიერება და რა თქმა უნდა, ამას აქვს მარტივი მიზეზი არის ის, რომ საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის 5-ვე ქვეყანას საბოლოოდ შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან. ჯეფრი საკს, ცნობილ ეკონომისტს, რომელიც 100-მდე ქვეყნის მთავრობას უწევდა კონსულტაციას, რჩევები ჩვენთვისაც აქვს. ამბობს, რომ ყველა ამ შეტევის გასაღები მშვიდობის შენარჩუნებაა, ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც. მთავარია მშვიდობა და კავკასიის სამი ქვეყნის ერთად დგომა. საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა არც ერთ გარეთ ძალას კონტროლის ბერკეტი არ უნდა მისცენ, თორემ უკრაინის მსგავსად პროქსი ომში აღმოჩნდებიან. საქართველოს პოლიტიკაც ზუსტად ეს არის: მშვიდობა, დამოუკიდებლობა, რეგიონში თანამშრომლობა და სუპერ ძალთა შორის ბალანსის ძებნა. ამ პოლიტიკის შედეგი კი არნახული ტემპით ზრდის უწყვეტი პროცესია, რასაც ხალხის ურყევი მხარდაჭერაც თან ახლავს. სულს მიჰყიდის ნაცკლასტერი Deep States თუ სხეულს, ამას ვერაფერს უზამს და ყოველ ჯერზე მარცხს განიცდის, როგორც აქამდე იყო.